სიმპტომების გამოცნობიდანაც დავიწყოთ სასწრაფო დახმარებას რა შემთხვევაში ვიძახებთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს თავისნაირი გამოვლენა აქვს სტრესის. ხო, სტრესი შეიძლება ერთ და იგივე რეალობაში იწვევდეს უფრო აპათიურ შეკითხვას, თუ საერთოდ არაფერი არ გაინტერესებდეს, ჩემში ბრასს იწვევდეს, ხო? ვიღაცას ხელები უოფლიანდება და ვიღაცას წამოწითლდება და დასწება ან დაფოთლავს კანზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ეგ ნამეცადინეები უნდა გქონდეს, რომ შევხედოთ ჩვენ თავს სარკეში, ან შეგრძნებების დონეზე და ვთქვათ, რომ ეს ის არის, სტრესი მოსულა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ თავს სტრესს ყველა განვიცდი და ამიტომ ძალიან ადვილია, რომ დააკვირდე, რაში გამოიხატება. აი როგორ ხვდები, რომ დასტრესილი ხარ და რავი, ამბობ, რომ უცებ დავიღლები მაგალითად. აი თითქოს კარგ ენერგიაზე ვიყავი და მომაკლდება თითქოს ენერგია. ფიზიკური ისინიც აქვს, რა ვიცი, თვალი უცრემლდება ადამიანს, ხელები უოფლიანდება, დასწება, წამოახურებს რაღაც ბევრნაირი ის. ეხლა მოვხვდი მაგ მდგომარეობაში. რაციონალური ჩემი თავის მოხმობა მაგ დროს არ შემიძლია, იმიტომ რომ აი გახულიკებული ვარ რა. თქვით, ესე იგი მჭირდება დროებით სასწრაფო დახმარება, რომელიც რაიმე მეთოდებით უცებ ცოტა ხნით დამამშვიდებს ხელოვნურად, ასე ვთქვათ, წამლით დამიწევს სტრესს, რომ მე მივხვდე და მე უკვე ან დავიწყო მკურნალობა, ან კლინიკაში წავიდე, ან დავანებო, საერთოდ დავივიწყო ეს სტრესი და ასე შემდეგ. და აი ამ სასწრაფო დახმარების კატეგორიაში მანდაც არის ინდივიდუალური მიდგომები, მაგრამ ახლა რაც ყველასთვის ძირითადად ყველასთვის მუშაობს, ისეთებს შევეხოთ. დავიწყოთ ღრმად სუნთქვით. ეს რა ვიცი, მე რო ეს გავიგე ძალიან ერთი წვეთით არ დავიჯერე, იმიტომ რომ ვამბობდი, რომ მოიცა კაცო, რა სუნთქვა, როგორ უშველეს და მოკლედ ჩვენი სხეული არის ეგრე აგებული, რომ სტრესის მდგომარეობაში სუნთქვა შეხდება ხშირი და შელო, თხელი, ასე. აი ესე ცოტა შეუშვა, ცოტა გამოუშვა, ესე ვსუნთქავთ და ეს არის ტვინისთვის, აი რომ დარბი ხარ, გარბი ხარ, ის მოგზდევს, შეგჩხუბობ, სულ ეგეთი სუნთქვა რა, ხშირი და ცოტ-ცოტა. ჩვენი ტვინი მიჩვეულია, რომ ღრმად თუ სუნთქავ, ანუ ერთი რომ მშვიდად თუ არა ღრმად გასუნთქებს და პირიქითაც მუშაობს, რომ ღრმად თუ სუნთქავ, მშვიდდება. ანუ პირველი, რაც მე ნებისმიერ ადამიანს შემდეგ გაურჩიო და ეუბნებიან კიდევაც ხანდახან, რომ ისუნთქე. არ დავიწყდეს სუნთქვა და ხანდახან ამას რო ვიღაცა გეტყვის, მიხვდები, რომ უკვე ცოტა ხანია აღარ სუნთქავდი. ანუ დაიძაბე სამსახურებრივ რეალობაში თუ პირადში და ეს. სუნთქვა და სუნთქვის ვარჯიშები არის იდეალური მეთოდი, შენ რო თქვა, რომ ეხლა მე გავიგე რაც მოხდა, მოკლედ ეხლა წავალ და ესე 2-3 წუთი სუნთქვის რაღაც ვარჯიშებს გავაკეთე, box breathing, asset breathing, ისეთ breathing, მილიონაირი არსებობს, ძალიან ადვილი გასაკეთებელია. თავარია გავუმკლავდი ამ სკეპტიციზმს, რა ჩემთვის ეს იყო მთავარი, რომ მოიცე კაცო ეგ როგორ მიშველის. ისინი რო არიან პაციენტები, რომ ლარიანი ძამალი მე ვერ მომარჩენს, ეგეთი ემოცია აქვს, როგორ კაც სუნთქვით გამივლის ამხელა ტრაგედია და უბედურება, დიახ, სუნთქვით დაიწყება, სუნთქვით კი არ დამთავრდა. მოკლედ ცალსახადბირო მიზეა, წყალი უნდა აუცილებლად წყლის დალევა, წყალთან შეხება, ხელების დაბანა, პირის დაბანა თუ საშუალება არის, შეიძლება მთლიანად ვთქვათ სამსახურებრივში პირს მთლიანად ვერ დაიბან, მაგრამ ყურის ბიბილოები რაღაცა, რომ წყალთან შეხება, მოკლედ ჩვენ დედის მუცლიდან, ასე ვთქვათ, წყალთან გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და წყალთან შეხება, აი გამოთქმა რომ ერთ წყალს მოუყევი, ესე იგი სიზმარი, მოკლედ საფუძველს არ არის მოკლებული და ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ წყლის ყურება, წყლის ხმის მოსმენა, აი შეიძლება საფერფარეში შეხვიდე, უბრალოდ წყალი მოუშვა. და ის წყლის ესეც კი მოქმედებს, როგორც სასწრაფო დახმარება, შენი ტვინი იწყებს თვითდარეგულირებას, ხო? მაგის შემდეგ ხო წყლის დალევაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წყლის დალევა ყავას, ბევრ ყავას თუ დალევა, ავტომატურად დაისტრესები და უფრო სტრესს გამძლე, უფრო ნაკლებად იქნები და წყალს თუ დალევ, უფრო ის იქნები. ბუნებასთან შეხება მარტო წყალთან არა, ბუნებასთან ნებისმიერი შეხება ვიზუალური მათ შორის, ხო? კვლევა იყო, რომ აი ყალბი ისინი რო არის პოსტერები, რომ ვითომ მთებია, იმის ყურებაც კი არეგულირებს სტრესის იმას. ან ნამდვილი მთების ყურება, ეხლა საქართველოში მithumetes რა ფუფუნება გვაქვს, რომ ნებისმიერ პანჯრიდან რო გაიხედო, მოკლედ მთებს დაინახავ, ალბათ. ბუნებასთან ნებისმიერი შეხება ფეხით,
აი ფეხში შველა ბალახს გავლა, ან ფეხით სიარული, სხეულის მოქმედებას, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა არის სტრესის აი სასწრაფო და ის კი არა რომ მოგიგوارებს ცხოვრების ყველა პრობლემას. იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩაგაყენებს ნორმაში და აი არის ეს მომენტი მე ძალიან მომწონს ესე იგი ვეფხისტყაოსანში არის ესეთი ის რომ ავთანდილი მივად არეელთან და არეელს მოკლედ საერთოდ მობეზრებული აქვს თავი და გადაწყვეტილი აქვს რომ აღარც გამოვა გამოქვაბული და აღარც იცოცხლებს და უნდა მოუკვდეო რა მოკლედ თავის შეყარებული ვერ იპოვა და უნდა მოკვდეს ესე იგი გადაწყვეტილი აქვს და ავთანდელი პატარა ეშმაკობას გამოიყენებს და ეუბნება რომ ჩემი ძმა ხარ რომ მოკლედ ჩემი მეგობარი ხარ და ესეც დაჩაჩანაკებულს და საწყალს მუდამ ამახსოვრებს შენ თავსო და ცხენზე შეჯექიო რომ ერთხელაც დაგინახო ცხენზე შემზდარებ მე მოკვდი თუ და ცხენზე თუ შეჯექი აღარ მოკვდები იმიტომ რომ ეს ფიზიკური აქტივობა რომ გამოვედი ჰაერი ჩავისუნთქე ცხენი უნდა შევკაზმო შევჯდა და მე აღარ მოკვდება სიკვდილი ხო ამიტომ დეპრესიის დროს იმის დროს ძალიან ხშირად მეუბნებიან რომ ძალითაც რო იყო ძალაც რო დაარტყო ადამიანს რომ ჰაერზე გავიდეს დაიხედოს გამოიხედოს ის არის და პირველი ეს ჩვენი ადამიანი ჩვენი თავი არა თქო უნდა ვისაც ეს ძალა უნდა დავატანოთ და ნებართვაც უფლებაც გვაქვს რომ ძალა დავატანოთ და ეს ხო